სალამი ხალხო. დღევანდელი ცოტა დამაგვიანდა ვიდეოს გადაღება. მაგრამ აქ არის დღევანდელი განხილვის თემა იქნება პროფირმები და მოგეთ ვისაუბროთ კიდე კაპიტალზე რა. ანუ კაპიტალი რა მნიშვნელობა აქვს ტრეიდინგში. პროფირმები რა არის მოდი ჯერ ეგ ვთქვათ რა და რისთვის არის. პროფირმები არის ეს დავწერ მოდი. პროფირმები არის კომპანიები, საიდანაც ძირითადად თანამედროვე ტრეიდერები, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში და ვიტყვი ბრჭყალებში რატომაც ცეცხლობენ ფულს, რომ მათ თავიანთი კაპიტალი გაზარდონ და დიდი თანხის გამომუშავება შეძლონ. ეს არის პროფირმების ძალა, ხო? თორე ეხა $100 თუ $200, $300 აკაუნტებით, ხო? ფულს ტრეიდინგში ვერ იშოვით, პირდაპირ გეუნებით, აზრი არ აქვს, ხო? ამიტომაც პროფირმები გვეხმარება ამაში. ეხა როგორი პროფირმები არსებობენ. ძირითადად ორი ტიპის პროფირმები, CFD და futures პროფირმები. CFD პროფირმები არის ძირითადად, მოდი ამაზე ავხსნი, CFD პროფირმები არის ძირითადად, forex ტრეიდობენ. ასევე შეიძლება, ჩვეულებრივად NQs, ESs, US30, ინდექსების ტრეიდი შეიძლება ჩვეულებრივად, უბრალოდ future-ი არ არის, ანუ ეხლა რა განსხვავებაა რა, future-სა და CFD შორის, მოდი ეგ მაგაზე ველაპარაკოთ. შეხედეთ, აი აქ ეს ხაზები ძალით ჩავრთე, რომ თქვენთვის დამენახა. ეს არის სპრედი. ხო? სპრედი. ამას ქვია სპრედი, ანუ სპრედი რა არის? ეს სპრედი არის დაშორება, ისა რეალურ ფასსა და ისა შესვლისა და გამოსვლის წერტილის შორის. აი მაგალითად ეხა ვეაგიხსნით ახლა. შეხედეთ, ფასი რო ავიდეს ახლა აქ და ამ სტოპ ლოს მიმირთქას, ხო? აი ფასი რო იყოს მანდ. სანამ ფასი მან დავა, აი წითელი ხაზი მიმირთყავს მე სტოპ ლოს. ხო? აი ამ take profits, ხო? ფასი რო ჩამოვიდეს აქ. ამ take profits არ მიმირთყავს ფასი. ეს წითელი ხაზი უნდა ჩამოწდეს აქ, ხო? რომ მე take profits მიმირთყას. ესეთი ცუდი რაღაცა აქვს. ანუ არსებობენ ბროკერები და პროფირმები, რომელსაც ძალიან დიდი არა აქვს ეს და დიდ პრობლემას არ ქმნის ხოლმე, მაგრამ ეს დაშორება ქმნის მაგ ბარიერს რა. ან მე ხა შეხედეთ, აი გამოვალ აქედან. მე ხა ლონგში შესვლა რომ მომინდეს რა. თქვენი ლოგიკით, თქვენ როგორც ფიქრობთ, როგორც უნდა იფიქრო იდეაში რა, ხო უნდა შემიყვანოს იქ სადაც ფასი არის. ხო, მაგრამ შემიყვანს სადაც წითელი ხაზი არის, უყურეთ. შემიყვანს უფრო უფრო ზემოთ. ხო, ხედავთ, აი აქ არის, მაგრამ აქ შემიყვანა, ხო? იმიტომ რომ ეგ არის სპრედი, ეგ არის დაშორება რეალურ ფასსა და იმას შორის. აი, მაგრამ აქ პროფიტში, აი ამ ლურჯი ხაზით გავდივარ რა, მაგრამ შორტში რო ვარ, პროფიტში გავდივარ მაგ ეს წითელი ხაზით. ეს წითელი და ლურჯი, ეხა აქ არის ეგ ფერები, თორე იქ ბროკერზე სხვა ფერები რა სხვანაირად იქნება. მნიშვნელობა აქვს. ეხლა შორტში რო შევედი, ფასი სადაც არის, იქ შემიყვანა რა, მაგრამ ამ სპრედის გამო მინუსში ვარ, სანამ ეს წითელი ხაზი არ ჩამოწდება ამას. ხო, შეხედეთ ძალიან ზემოთ ხო, ვიდე ხანახი ცოტა ავწევ ესე, წითელი ხაზი როგორც კი მიმირთყავს იმას, ხო, მე გამომიყვანს ტრეიდიდან, ანუ ეხლა რა რჩევა უნდა მოგცეთ აქედან. როცა შორტში ხარ, stop loss-ი შედარებით ზემოთ დააყენეთ, ხო? და როცა ლონგში ხართ, იცოდეთ, რომ შედარებით ცუდი entry გექნებათ, ვიდრე სადაც ფასი არის, ხო? ეგენი გაითვალისწინეთ. ეს არის ძირითადად განსხვავება, რაც უნდა იცოდეთ CFD და futures პროფირმებიდან განსხვავება რა. კიდე წესებიც განსხვავებული აქვს, მაგ წესებსაც გადავხედავთ, არ იქნება პრობლემა მაგაზე. მინდა რომ კარგად გაიგოთ ამ ლექციაზე ყველაფერი. ეხლა რა შეეხება futures პროფირმებს რა, futures პროფირმებზე თითქმის ყველაფრის ტრეიდი შეგიძლიათ, forex-ის ტრეიდი შეგიძლიათ, მაგრამ მე არ გირჩევთ, იმიტომ რომ მარკეტი forex-ის futures-ზე არ არის ლამაზი, აი შეხედეთ, ეხლა გადავალ რა. Futures-ზე ხო ვარ, აქ forex-ის მაგალითად euro USD-ს ქვია 6E. euro futures-ი არის ეს, ხო? ამის მარკეტი, აი შეხედეთ, რეალური euro USD მარკეტიდან, ერთი იგივეა, ხო? მოძრაობა იგივე ხდება, შესაძლებელია ტრეიდი, ახლა თუ ძალიან გინდათ, იტრეიდებთ. არ არის პრობლემა, მიტრეიდია, გამიხსნათ ტრეიდი რა, მით უმეტეს მაღალ time frame-ზე ვაფშე პრობლემა არ არის. ტრეიდი რო გახსნათ, თუ swing ტრეიდერი, ან intraday ტრეიდერი ხართ რა, ანუ მოდი მაგასაც ვიტყვი, არსებობენ სამი სახის ტრეიდერები, მაგასაც ვიტყვი, სკალპერი,
მე მგონი ნათქვამი მაქვს, თუ არ მაქვს, მაგრამ კიდე გავიმეორებ, არა პრობლემა. სკალპერი, intraday ტრეიდერი, swing ტრეიდერი და position ტრეიდერი. სკალპერი არის, ვინც double time frame-ზე ტრეიდობს, მე ძირითადად, ვინც რავი ტრეიდში რამოდენიმე რავი, ვინც 5 წუთიდან ქვემოთ შედის ტრეიდებში, entry სადაც მაგ დროს აქვს. intraday არის თელი დღის განმავლობაში ტრეიდობს, swing ტრეიდერი არის რამოდენიმე დღე შეიძლება კვირაების დარჩეს ტრეიდში და position ტრეიდერი არის ისეთი ტრეიდერი, ნუ ძირითადად ინვესტორები არიან position ტრეიდერები. ძალიან მაღალ time frame-ს ვინც უყურებენ. ესეც გავიარეთ, ხო? ხო და ვინც intraday ტრეიდერი ხართ, ხო? შეგიძლიათ forex-ზე თიტრეიდოთ. თუმცა იცოდეთ, რომ swing ტრეიდებს futures პროფილებზე ვერ გახსნით. ხო, swing ტრეიდებს ვერ გახსნით, ანუ მაგ time frame-ზე, მაღალ time frame-ზე ვერ იტრეიდებთ, იმიტომ რომ დღის ბოლოს თქვენი ისა ტრეიდი ითიშება, ანუ გაგდებთ, არ შეგიძლიათ ღამე დარჩენა. ანუ თუ ეგეთ წესი არ გამოვიდა, რომ შეიძლებათ ტრეიდერებს დარჩენა. ეგ გააჩნია უკვე პროფილებს რა. ხო. აკაც არის forex-ი, აკაც არის gold-ი, აკაც არის რავი, აი CME არის ძირითადად, რომელიც საშუალება აქვს რომ გახსნათ. კიდე არის რავი, ნავთობი, გაზიც არის. ხო, ძალიან ბევრი რაღაცა არის რა. ასევე არის CFD-ზე გვაქვს ყველაფერი, forex-იც, ინდექსებიც, ზოგან კრიპტოც არის, რაღაც bitcoin-ი არის, მაგრამ ძალიან დიდი სპრედია და ძალიან ცუდია. სიმართლე გითხრათ, სპრედებსაც შეეხება forex-ზე ბევრად უფრო პატარა სპრედია ხოლმე, euro USD-ზე არის ყველაზე პატარა სპრედი ხოლმე, თითქმის არ არის 0 თუ 0.1 არის ხოლმე ძირითადად. GB, ანუ USD-ს პეარებზე რა, ეს USD რაც არის. წყვილებზე რაც ხდება USD-ს პეარებზე. USD-ს პეარები მიიჩნევა ძლიერ პეარებად, რა ძლიერ წყვილებად, მაგიტომაც სპრედი პატარა აქვს რა. რომელსაც USD არ ურევია საერთოდ რა, მათი სპრედი ბევრად დიდი არის, იმიტომ რომ აი არსებობს მაჟორული და მინორული წყვილები რა. მაგის ცოდნა ძალიან საჭირო არ არის და მაგიტო არ გაწყენთ მაგით თავს. ამიტომაც ეგ დაიგეთ, ნუ რომელსაც USD ვერევია, ჩათვალეთ რომ არის ძლიერი წვილი. ესე ვთქვათ. კაი. ხო. ეხა მოდი გადავიდეთ ეხა პროფილების წესებზე ველასაუბროთ. მოკლედ, ეხლა რა უნდა გაითვალისწინოთ რა, მაგერ ზევით არის CFD და futures profile, საიტი არის profile match-ი, ზევით არის CFD და futures profile-ები, ნუ ორი სახის profile არის, ხო? ეხლა რაც უნდა გაითვალისწინოთ რა, ყველა პროფილმას განსხვავებული წესი აქვს, განსხვავებული შეთავაზებები აქვს, ხო? რა თქმა უნდა, ბიზნესი არის ამდენი, ბევრი პროფილმა არის, ერთმანეთს ეჯიბრებიან. რომელი აქვს უკეთესი რა. ამიტომაც მოგიწევთ თვითონ რაღაცას რო აერჩევთ, წესების ნახვა თქვენითაც რა, მაგრამ მე ხა შევეცდები, რომ ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ, რომ პროფილებზე როგორი წესები არის. ყველა პროფილმას აქვს პლატფორმები, სატრეიდო პლატფორმები რა. აგერ წერია ამ საიტზე ეს სატრეიდო პლატფორმები რომლებია. და მოდი ერთს განვიხილავ ეხა ერთ პროფილმას, CFD-სას და ერთს futures-ისას. განვიხილოთ Alpha Capital Group-ი. ეს არის CFD პროფილმა, რომელსაც პლატფორმები აქვს C-Trader-ი, სატრეიდო პლატფორმა, DXTrade-ი, MetaTrader 5 და TradeLocker-ი. ამ პლატფორმებზესაც, რა თქმა უნდა, თუ გინდათ რომ გაერკვეთ, უნდა შეხვიდეთ, დარეგისტრირდეთ და უბრალოდ თქვენით უბრალოდ demo account-ზე აჭიროთ და გაერკვეთ ნელ-ნელა ყველაფერი რა. ეხლა ასეტები forex-ი, მეტალი, ინდექსები და energy. ხო? ეხლა ეს არის leverage-ზე წინა ვიდეოებში მაქვს ნასაუბრები. კიდე საკომისიოები, $5 საკომისიო, $5 საკომისიო, ინდექსებს საკომისიო არ აქვს, energy საკომისიო, constancy rule, minimum 2% gross profit. ხო. ამათ constancy rule თქვენ არ ვიცით, მოკლედ მოდი ეგეს ავხსნათ. Consistency rule. რა არის consistency rule ეხა? როდესაც პროფილმას აქვს consistency rule, ეხა რას ნიშნავს ეგ რა? ამათ აქვთ ნუ როგორც წერია 40%-იანი consistency rule. ნუ ადრე არ ქონდათ. ეხა დავამატეს ალბათ. მოკლედ 40% consistency rule ნიშნავს იმას, რომ აი მაგალითად რაღაცა ბალანსი გაქვს აკაუნტზე რა. ნუ უკვე შეგიძლია payout-ის გამოტანა, ფულის გამოტანა შეგიძლია აკაუნტიდან. მოდი მაგალითად მოვიყვანოთ $50,000-იანი აკაუნტი რა. $50,000 აკაუნტი ავიყვანეთ, ნუ უკვე რომ
ჩვენია და უკვე მაგთან ფულის გამოდანა შეგვიძლია, მოდი თქვათ, რომ ავიყვანეთ 52,000-ზე. ხო, 52,000-ზე ავიყვანეთ. 52,000-ზე რო ავიყვანეთ, გვაქვს ანუ $2,000 პროფიტი რა. ხო და თუ გვინდა რომ ჩვენ payout-ი გავაკეთოთ, ხო, რაღაცა რაოდენობის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენის გამოტანა შეგვიძლია payout-ი რომ შეგეძლოს, ხო? უნდა გქონდეს 40%-იანი constancy rule წესი დაცული. ახლა რას ნიშნავს? ანუ შენ ეგ $2,000 არ უნდა გქონდეს gambling-ით ნაშოვნი. ხო, ანუ არ უნდა გქონდეს ერთ trade-ში, ორ trade-ში გავარდნილად ნაშოვნი რა. ანუ მაგ $2,000-ის 40%, ანუ $2,000-ის 40% არ უნდა გქონდეს ერთ trade-ში გაკეთებული. ეს $2,000 მაგალითად მაგაღებული შეგიძლიათ 63,000 იყოს, 3,500, 4 მნიშვნელობა არ აქვს რა. როცა დღემოვა რომ payout-ი გინდათ, 40% მაგ პროფიტის არ უნდა გქონდეს ერთ trade-ში გაკეთებული. ხო, აქ ამბობენ რომ 2% უნდა გქონდეს მინიმუმ აკაუნტზე გაკეთებული, რომ შენ payout-ი შეძლო. ფირმის წესები 30 დღეში თუ არა აქტიური იყო აკაუნტი გიუქმებენ. ესე არ მინდა. წესიერი მინდა უფრო. payout-ის policy მაგასაც წავიკითხავთ არა პრობლემა. კაი. წაგების ისინი მინდა. ხო, ანუ შეხედეთ ეს წესები კიდე კარგი რისთვის არის რა. ეს წესები კარგი იმისთვის არის, შეეჩვევით წესების დაცვას და ну gambling-ს უნდა გადაეჩვიოთ, რა თქმა უნდა, gambling-ით როგორც პროფირმაზე ისე live account-ზეც ვერი ტრეიდით მნიშვნელობა არ აქვს რა. ეს წესები დასაცველია და უნდა დაიცვათ. საშუალო ტრეიდის გახსნის duration-ი, ანუ ისა 2 წუთი მინიმუმ უნდა გქონდეთ გახსნილი ტრეიდი. ხო, 100% request profits, ეს დაიგეთ ყველგანი წესი არ არის. Order block spamming, entering multiple orders in short period of time is ხო, ძალიან ბევრი ტრეიდის გასპამა, просто ჭერა, ძალიან ბევრი ტრეიდის გასპამა არ შეიძლება. News trade-ი მარტო swing account-ებისთვის შეიძლება, ისი არ შეიძლება. 2 წუთით ადრე თუ არის ტრეიდი გახსნილი, ან 2 წუთით 2 წუთამდე news-ის მერე ტრეიდი არ შეიძლება. ანუ მაგ 4 წუთიან ფანჯარაში ტრეიდის გახსნა არ შეიძლება რა, news-ი როცა არის. news-ები არის ახალი ამბები, რაც შეგიძლიათ ნახოთ. აი აქ. forex.factory.com-ზე. აი აქ შეგიძლიათ შეხვიდეთ და news-ები ნახოთ. ხო? მან ძირითადად საუბარი არის, რომ ეს არის news-ები რა, ახალი ამბები, რაც ძლიერ მოძრაობას იწვევს მარკეტზე, აი ეს news-ები რა. აქ შეგიძლია შეხვიდეთ, თქვენთვის სასურველი წყვილი რაც არის, იმ წყვილზე მორგებული ის დააყენოთ, currency, ეხა USD რომ აქვს მონიშნული, რომელ მარკეტზეც USD მოქმედებს, იმათზე ნახავთ მარტო ცვლილებას ამ დროს, თორე ეხა ახალი ზელანდიური დოლარის ისა წყვილზე რომ ნახოთ რამე, USD თუ არ ურევია, ვერ ნახავთ მოძრაობას ამ news-ებზე, იმას ცალკე news-ები აქვს სხვა, ხო? ამიტომაც მე ესე მაქვს მონიშნული, მარტო წითელ news-ებზე ატრაგებენ ესენი, რომ წითელ news-ებზე 4 წუთის ფანჯარაში არ უნდა გქონდეთ ეგ ტრეიდი გახსნილი. Alpha projection drawdown just drawdown მაინტერესებს. სათმე უკეთესად წესები არ წერია. უნდა ეწეროს challenges. ეს მინდა. მოდი ახლა განვიხილოთ challenge-ები. 2 სტეპიანი აკაუნტი, მაგალითად ვიღოთ $50,000 აკაუნტი, 2 სტეპიანი ასე ნიშნავს, ანუ არის 2 ფაზა. ერთი ფაზა უნდა გაიარო ჯერ, ანუ უნდა მიაღწიო 10% profits, რომ შენ ერთი პირველი ფაზა გაიარო, მერე მაგ ფაზას რო გაივლი, გადადიხარ მეორე ფაზაზე, მერე უნდა მიხვიდე 5% პლუსში და მერე გეძლევა მერე გეძლევა funding-ი. ანუ შეგიძლია მერე უკვე მაგ აკაუნტიდან რო დაგირესტდება ისე 50,000-ზე, რა პროფიტს გააკეთებ, იმ პროფიტის გამოტანის საშუალება გეძლევა. Daily loss-ი დღიური წაგების უფლება აქვს 5%, თორე აკაუნტს კარგავთ 5%-ზე მეტი წააგე, 10% გაქვს მაქსიმალური loss-ის საშუალება, როგორც funded-ზე, ისე challenge-ზეც, ანუ როგორც გამოსტაზე, ისე გამოსტას რო გაივლი მაგის შემდეგაც, profit split-ი 80%, ანუ 20%
არც იმათ რჩება და არც შენ 80%-ს იღებ. და ეხლა რატო თქვი არც იმათ რჩება და არც შენ მეთქი. პროფილები იმისთვის არის მოწყობილი, რომ შენ აკაუნთი დაკარგო და მაგით ფული იშოვონ. ანუ თქვენ არ გიგონოთ, რომ აკაუნტს რო გაივლით, ეგ მათთვის კარგი არის და ისინი ფიქრობენ, რომ შენ მაგარი ტრეიდერი ხარ და შენით უნდა რომ ფული იშოვონ. არა. მთელი პერიოდი, მთელი შენი გინდ გამოცდიდან მერე ფანდედზე, მთელი ეს პერიოდი შენ ხარ დემო აკაუნტზე. ეს პროფილები ფულს იმით აკეთებენ, რომ ტრეიდერების 80-90% თუ რამდენი პროცენტიც არის, რომელიც წარუმატებელია და აგებს, ну, პროფილებში 90% წარუმატებელია, ყველა კარგობს ხოლმე აკაუნტს რა. მაგ შემთხვევაში მაგას იყენებენ, რომ ფული იშოვონ, ანუ აკაუნტებს ყიდიან და ფულს მას შეულობენ. ეგ იცოდეთ. payout შეგვიძლია ყოველ 14 დღეში და ხო, ესა და ეს წესები არის რა, არის ერთ სტეპიანი კიდე. ნახოთ აბა ერთ სტეპიანი წესები. ერთსტეპიანი დამწყებებს გირჩევთ რომ არ იყიდოთ, იმიტომ რომ ჯერ ერთი არც არ გეჩქარებათ, ორსტეპიანი იყიდეთ, უფრო ნელა მიუდექით, ნელა გაიარეთ, არცად არ გეჩქარებათ, სწრაფად მიუდგებით, ჩამოიყალიბეთ ცუდ ჩვევებს რო ჩამოიყალიბეთ, მერე მაგ ცუდი ჩვეების მოშორება გაგიჭირდებათ, როცა საღაზრზე მოხვალ და დაიწყებთ კარგად ტრეიდს და მაგიტომაც გაგიჭირდებათ მერე მაგ ჩვეების მოშორება, ამიტომაც თავიდანვე დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერს ნელა მეყვეთ, არცად არ იჩქაროთ. თქვენთვის თავარია რომ კაპიტალი დაიცვათ და არა მოამატოთ თავიდან, იმიტომ რომ თავიდან ხართ დამწყებები, ეგო არ გქონდეთ და არ გქონდეთ ყველას იმის ამბიცია, რომ პირველივეს გაივლით და ფულს გამოვიდანთ და ბევრს იშოვით, ეხლა ვსო ეს რა აღმოვაჩინეო. ეგ ამბიცია არ გქონდეთ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს დამერწმუნეთ. პროფიტ ტარგეტი ერთ სტეპიანზე არის 10%, დღიური წაგების უფლება 4%, მაქსიმალური წაგების უფლება 6%. ეს არის და ეს რაც შეგვიძლია აქ სამსტეპიანიც არის, ეს ახალი დამატებულია, ჩემ დროს ეს არ იყო. ნუ მე ხა ძირითადად ვარ futures-ზე და მოდი განვიხილოთ ახლა futures პროფილები. Futures პროფილების ქონა შედარებით უფრო რთულია ხოლმე ვიდრე CFD რაც არის რა, იმიტომ რომ მოკლედ ეგრე იმიტომ არის რომ drawdown-ი რაც აქ არის რა, მოყვება. ანუ drawdown-ში რა იგულისხმება, წაგების უფლება რაც აქ არის, მოყვება რა, მაგრამ იქ, რა ქვია, იმ აკაუნტებზე ხო? არ მოყვება, ის რჩება სულ იგივედ, არანაირად არ მოყვება, მაგრამ როცა futures პროფილზე მიაღწევ რაღაცა კონკრეტულ ბალანსს, ხო, იმის მერე რასაც გააკეთებ იქ შენ, ის drawdown-ი ჩერდება ბალანსს, მოკლედ ჯერ მაგალითი განვიხილო და მაგალითით მიხვდებით უფრო უკეთ რა. მოკლედ, ეს არის Apex Trader Funding-ი, Apex-ის მაგალითი განვიხილოთ, futures პროფილმა არის. $50,000 აკაუნტი განვიხილოთ. ყველა არის ერთსტეპიანი, აქ ორსტეპიანები არ არის. ერთსტეპიანი არის და ეხა აქვს თან Apex 80%-იანი ფაზაკლება და $35.40 ღირს ეს $50,000 აკაუნტი. იყიდეთ Trade-O-Wait-ის აკაუნტი ვინც ყიდოს გადაწყვეთ და კოდი გამოიყენეთ B. და მადლობელი დაგრჩებით. მოკლედ, ერთსტეპიანი აკაუნტები აქვთ, activation fees გადახდა გიწევს აქ როცა გაივლი, ანუ იაფიანია, ხო? ეს futures პროფილები თავიდან იაფიანია, რომელზეც activation fees არ იხდით. და იაფიანი რატოა თქვენთვის კარგი? იაფიანი იმიტომ თქვენთვის კარგი, რომ პატარა ინვესტიციას აკეთებთ იმის, რომ დიდი გამოცდილება მიიღოთ. თავიდან თქვენ დამწყებები ხართ, თქვენ უნდა ფიქრობთ, რომ გამოცდილება მიიღოთ და ცოდნა შეიძინოთ. ამიტომაც თქვენი ფიქრი მაგაზე რომ უნდა იყოს, აუცილებელია თავიდან რომ მიუდგეთ ყველაფერს ისე სწორად, მოკლედ, ხო? და არ ვჩქარობთ არსად. თავიდან ჩვენ გამოცდილებას ვიღოთ, მაგიტომაც იაფიანს ყიდულობ, რომ დაბალი ინვესტიცია გააკეთოთ, რომ რაც შეიძლება რომ ფული არ დაკარგო ბევრი და დიდი გამოცდილებაც მიიღო. და როცა უკვე გაივლი ამას, თავდაჯერებულობასაც შეიძენო შენ ეს შეგიძლია, მერე უკვე შეგიძლია სხვა რაღაც, ნუ მერე უკვე შენითაც გადაწყვეტ რა როგორ ქნა, გეცოდინება მერე კარგად. $40,000 აკაუნტზე ერთი სტეპი, $140 activation fee, რომ გაივლი შენ ამ ფანდებს, რომ მიაღწევ profit targets, მერე შეგიძლია მერე გადაიხდი და გაგიაქტიურდება აკაუნტი. მაქსიმალური კონტრაქტის ზომა არის 10 მინიზე და მიკროებზე მაქვს საუბარი, მქონდა საუბარი წინა ვიდეოებში, 10 მინი შეგიძლია ან 100 მიკრო. გითხარ რომ მინი მეათედია მიკროსი თქო. Profit target-ი აქვს $30,000, ანუ $40,000 აკაუნტზე გვაქვს 6% target-ი და წაგების უფლება გვაქვს 2,500. 2,500 დღიური წაგების უფლება არ გვაქვს.
profit split არის 100%, 100%-ს იტოვებ შენ რა profit-ს გააკეთებ. max loss-ი არის 2500, ანუ $2500 არ უნდა წააგო შენ რო რა ქვია აკაუნტი არ დაგაკეთე. ოღონდ შეხედე რამდენჯერაც პროფიტი გახვალ, ხო? ეს 2500 მოყვება, ანუ ეხლა შეხედე, ხო შეიძლება ფიქრობდე რომ 48500 არ უნდა არა 47500 არ უნდა ჩამოვიდე, რომ ეს აკაუნტი არ დავკარგო რა, მაგრამ არ არის ეგრე. როდესაც მაგალითად მე ხა 51000-ზე რო ავალ, ხო? მე ეს max loss-ი ამოიწევა 48500-ზე, ხო? ოღონდ ისიც დაიმახსოვრეთ, რომ როცა გაუნაღდებელი აქვს ფული, ხო? გაუნაღდებელში რა ეგულისხმება, შენ რო მოქმედი ტრეიდში ხარ და პლუსში ხარ, ეგეც ითვლება პროფიტად. ხო? შეიძლება ბალანსზე არ გაქვს, ჯერ არ გამოსულ ხარ ტრეიდიდან, მაგრამ ეგეც ითვლება პროფიტად. და ეს stop loss-ი მაინც ამოყვება. კარგად გაერკვეთ მაგაშიც. ხო. დანარჩენი უკვე რავი, ვისაც რავი რა გაინტერესებთ, კიდე რა შეიძლება გაინტერესებდეთ. გამოტანა კიდე არის ხოლმე futures პროფილებზე გამოტანის წესები. ანუ თანხის გამოტანამდე მისვლაც არ არის მარტივი, მაგრამ ერთ სტეპიანია, ჩათვალეთ ორ სტეპიანია, ოღონდ გამოტანამდე მისვლასაც წვალება უნდა. ანუ ეხლა შეხედეთ ამ $40000 აკაუნტზე 52600-ზე უნდა ახვიდეთ, რომ გამოტანის საშუალება გქონდეთ. და კიდე Apex აქვს 30%-იანი კონსტენსი რული, რაც ეგან სხვა პროფილებზე განვიხილე, ანუ მაგ 2630%-ზე მეტი არ უნდა გქონდეს ერთ ტრეიდში გაკეთებული, რომ შენ გამოტანა შეძლო payout-ის. ესეა და ეს. რავი. კიდე მეტი ამაზე, ოღონდ იცოდეთ, რომ შედით საიტზე, რომელი პროფილითაც დაინტერესებით შედით და რაც თქვენ გაინტერესებთ წესები, ყველაფერი უწერეთ იქ, ანუ ძალიან ბევრი წესი არის რა. გამოტანის წესები, გამოტანა სად შეგიძლიათ, გამოტანა ძალიან რთული არის, რომ პირდაპირ ბარაზე გიждდება, ზოგან კრიპტოც შეგიძლიათ გამოიყენოთ რა. აი აქ უბრალოდ ჩაწერეთ, რავი, payout-ი და payout-ის წესები და მეთოდები. წერია აგერ. შეხვალთ, გადაიკითხეთ. იმიტომ რომ ბევრი რაღაც წერია. ყველაფერს ვერ ვიტყვი, ანუ რაც შემეძლო რომ, იმიტომ რომ ყველგან სხვადასხვანაირად არის რა. ყველა პროფილზე სხვადასხვანაირად არის გითხარით. მაგიტომაც აუცილებელია თქვენ თვე გადახედო და სწავლა ამ ყველაფრის. ანუ არაფერი რთული არ არის, შეიძლება ბევრი წერია, მაგრამ ყველაფერი ძალიან საჭიროც არ არის, მაგრამ უნდა გადახედოთ, რომ რამე გაურკვევლობა არ გქონდეთ. მინიმუმ და მაქსიმუმ payout-ის amount-ი, ანუ მაქსიმუმ შეგიძლიათ $40000 აკაუნტზე გამოიტანოთ $2000. მაქსიმუმ ერთჯერადად შეგიძლიათ მაგიდან გამოიტანოთ. გამახსენდა რომ ლემანს ქონდა კითხვა დასმული და ძალიან კაი კითხვები არის. რამოდენიმე სულ გაცემული მაქვს პასუხი. აი ეს ამას გაცემული მაქვს დამწყებებისთვის, ნუ კიდევ ვიტყვი რომ დამწყებებისთვის ის არის ყველაზე კარგი, რომელიც EAPN-ია და EAPN-ი იმიტომ რომ გამოცდილებაზე ხარ თავიდან კონცენტრირებული და არა ფული შოვნაზე, ეგ იცოდეთ. რა პირობები აქვს როგორ ვისაუბრეთ, რა სჭირდება რეგისტრაციას, ჩვეულებრივ რეგისტრაციას გადიხართ, მაგრამ რაც გასათვალისწინებელია, რომ იცოდეთ რეგისტრაციის დროს, ხო, სახელი გვარი, ყველაფერი უნდა იყოს თქვენ სახელზე. აი, რო ვაკეთებ აი ლევან კურტანიძეზე ყველაფერს, ბარათი, საცხოვრებელი, მისამართი, სახელი გვარი, ყველაფერი უნდა იყოს შენ სახელზე. არაფერი არ შეცვალოთ და ეს რა შვება. არ მინდა ჯერჯერობით. ყველაფერი გქონდა თქვენ სახელზე. ერთბაშით რამდენიმე აკაუნტს ქონდა და კოდი როგორც ტრეიდი როგორ შეგეთებაო. ნუ პლატფორმებზე რა პლატფორმას საერთოდ სატრეიდოდ ხა ყველა პროფილს აქვს სხვადასხვა პლატფორმები, ხო? იქ რავი, მე გირჩევთ რომ აი, მოდი ბარემ განახებთ. Apex-ზე ბევრი შეიძლება ხოლმე ძალიან რა. მარტივი რომელიც არის, ეჩა რომ ჩამოხვალ თქვენმოდ. Wealth chart-ი არის. კიდე არის rhythmic-ი. და არის trade-weight-ი რა. ეს არის შედარებით მარტივი და beginner friendly. ხო? ეს იყიდეთ. Apex-ი გაძლევს საშუალებას, რომ 20 აკაუნტი იქონიოთ ერთ ბაშად, ხო? 20 აკაუნტი. შეგიძლიათ 20 აკაუნტი გადაავათ ერთმანეთს. 20 აკაუნტი. ნუ სხვა პროფილები მაგალითად ტოპსტები გაძლევს საშუალებას, რომ 5 ფანდები იქონდეს ერთდროულად. My Fund Futures-ი მეგონი ხა 5-ზე ზრდის. და მოკლედ
ნუ ინდივიდუალური წესებია უკვე პროფილების ეს ყველაფერი რა. კიდე ხო, მეტი არაფერი. რა შემთხვევაში დაგებლოგებათ აკაუნთი არ დაგებლოგებათ თუ რამე ძალიან სასწაული წესი არ დაარღვი, მაგრამ აკაუნთი გაგიქვდება თუ ის მათი მოცემული წესები თუ დაარღვი. ეგ წესებიც ხალხო ეგრეთ წერია საიტზე. Profit goal-ი, trailing threshold-ი, ანუ drawdown-ი, რამდენი საკების უფლება აქვს, ეგ არის ეს. Daily drawdown-ი არ არის, scaling-ი არ არის, trading views და ანუ ყველაფერს თვითონ გაძლევენ, ხალხო რომ იცოდეთ, არ დაიწყოთ ეხა აკაუნთები შექმნა, ანუ trade weights-ი არ შეხვიდეთ და აკაუნთი ცალკე არ შექმნათ რა. აკაუნტ გაძლევენ ესენი ყველაფერს. კიდე კაი ის არის რომ ამ trade weights-ზე შეგიძლიათ trading view გააქტიუროთ და trading views რო გააქტიურებთ, მერე მიაბათ trading view-ზე შეხედეთ, trading view-ზე მიაბავთ და აქ შეგიძლიათ მერე იტრეიდოთ.